საქმეს აღამას ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და გამლელი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკული ინდექსებისათვის საკმაოდ პოზიტიური იყო, რადგან საშუალო 1%-იანი დავიხილეთ, ხოლო ამ წუთებში უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე გვაქვს შედარებით ნეიტრალურად ნეგატიური განწყობა, როდესაც ბირჟა გაიხსნა ვარნაგაცლებით, რომ მკვეთრი იყო, ამ წუთებში კი ვითარება არის შედარებით დასტაბილურებული, მაგრამ მაინც დაღმასვლის დინამიკა შეინიშნება. როგორც ხედავთ, S&P 500 ინდექსი 0.26%-ითაა შემცირებული, Dow Jones-თან მიმართებით 0.12%-ია, ვარნა NASDAQ-ის შემთხვევაში კი კორექციის მაჩვენებელი არის -0.36%. საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, ინვესტორებს ფლატ სახარბიელო განწყობა ამერიკულ ინდექსებთან მიმართებით ამ ეტაპზე არ აქვთ. ევროპაშიც აგრეთვე არის კორექცია, როგორც ხედავთ, 0.86% არის შემცირებული ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია. შანხაის ინდექსი ფაქტობრივად უცვლელია, ნიკეის შემთხვევაში კი მცირედი 0.5%-იანი ზრდა გვაქვს. უნდა გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ძალიან მკვეთრი აღმასვლა, როგორც ხედავთ, 3%-ზე მეტით გაძვირდა დღის განმავლობაში ნავთობი, ერთ კვირაში უკვე ზრდა 12.5%-ია და ბრენტის ფასი უკვე აჭარბებს $75, WTI-ის ფასი უკვე $74 უახლოვდება. მიმდინარე წელს ასეთი მაღალი ფასი ნავთობზე ჩვენ ჯერ არ გვინახავს. ასევე მზარდი არის ბუნებრივი აირის ღირებულებაც, როგორც ხედავთ 3.5% არის პლუსი და მეგავატ-საათი ენერგიის ფასი უკვე 39 ევროს აჭარბებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სოფლიოში დაგროვილი გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური რისკები ინვესტორების განწყობაზე ახდენს აი ასეთ მოლოდინს. მათ ჰგონიათ, რომ ძალიან მალე გაძვირდება მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსები, რადგანაც შეიძლება ახლო აღმოსავლეთში წამოწყებული კონფლიქტი გადაიზარდოს უფრო ფართო მასშტაბიან ომში. უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა ოქროზეც, რომლის ფასიც არის თითქმის უცვლელი დღის განმავლობაში და ის ამჟამად შეადგენს $382 უნციაზე, ანუ დიდად ძვრები ამ მიმართულებით არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, ერთ წლიან პერიოდში ოქრო არის გაძვრებული 45%-ით, რაც არის ფენომენალური შედეგი. კრიპტო ინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, რომელიც საკმაოდ მკვეთრ კლებას აფიქსირებს, როგორც ხედავთ, 5.5%-ითაა შემცირებული ბაზრის საერთო შეფასება და ის ამჟამად შეადგენს დაახლოებით $3.360 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 104,200-ის ფარგლებში, ეთერიუმი კი დაახლოებით $2,500 ივაჭრება, საშუალოდ გვაქვს კლება მიმდინარე კვირის განმავლობაში და ამის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმის არის, როგორც ხედავთ, 300 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში $2.72 მილიარდი. აქვე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომლის აქციების შეფასება დღეს ფაქტობრივად არ შეცვლა. TBC-ის შემთხვევაში გვაქვს კორექცია, ის შეადგენს დაახლოებით -2%, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი კურსი, როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით ამ ეტაპზე არის 2.72, ევროს კურსი გვაქვს 3.15, ხოლო სტერლინგის გასული კურსი არის 3.69. და აქვე უნდა ვისაუბროთ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და მით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომელსაც ოცლობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.82%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის ოცლობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული სარგებლის გატანა, მისი მოცლობის გაზრდა ან შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ. შეზღუდვების გარშე Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.